რადიო იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად. Აბრუნდით პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით. მშვენიერი არჩევანია, უნდა შეგაქოთ. მე დათო მაღლაფერიძე ვარ, ჩემი კოლეგა თამუნა აბშილავა და ჩვენი სტუმარი ფენგშუის სპეციალისტი ირინა აღაპიშვილი, მოახლოვებული 4 თებერვალი და აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი, მოკლედ დღეს ვარ ჩვენ შეიარაღებული და ჩვენი მეგობარი ფისო, რომელიც აქტიურად აქნევს თაც, თუ რატომ არის საჭირო ეს ყველაფერი და თქვენ ხედავთ ასევე გარკვეულ აქსესუარებს ფენშუიდან, ამაზე ჩვენი სტუმარი ისაუბრებს. დიდი მადლობა ირინა უპირველესად გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ თქვენთან ვარ. კლავ და რა თქმა უნდა ახალი წელი ჩინურად საინტერესო თემაა, ძალიან აქტუალური. ვიდრე ახალ წელზე ვილაპარაკებთ, გითხარი ეს ფისო აქ რასაკეთებს. ფისო ძალიან საყვარელია და წელს ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ ღორის, გველის და ვეფხვის თემაში ზუსტად ეს სისტილისმა, რომელიც დაგვეხმარება ნეგატივის დაბალანსებაში, ასე თქვა და პოზიტივის მოზიდვაში. და რა თქმა უნდა ამისია ვეფხვის გამოსახულება თვითონ ფენშუიში შეიძლება წმინდა ვეფხვის სახით იყოს, მაგრამ ეს სტილისმა გვაქვს უნივერსალური. ამას ქვია მართლა ფისოა და ქვია მანეკი ნეკო. და ამას ესე იგი თქვენ როგორც ზანეთ მანეკი ნეკო კი აი მარცხენა თაც რო ესე საყვარლად აქნევს, იმას ნიშნავს რომ იზიდავს კეთილდღეობას, ფულის ნაკადს, აი ყველაფერ დადებიც რაც კი არსებობს ამ დედამიწაზე. რაღაც უჭირავს ირინა. მაგი უჭირავს ძველი ჩინური მონეტას სასწაული ნომინალით. აი ძალიან დიდი კეთილდღეობის და დიდი ფულის მაჩვენებელი არის თვითონ ეს ფისო და თალკე ეს სტილისმა, რომელიც უკავია მეორე თათში. აჰა, მშვენიერი. ფერებსაც აქვს მნიშვნელობა ამ ფისოზე თუ გავაგრძელებთ საუბარს. კი, აი თვითონ არის ოქროსფერი, ყელსაბამი წითელი არის, მწვანე წინსაფარი არის, ეს თვითონ მონეტა დიდი ნომინალით არის ოქროსფერში და შავში და ასე შემდეგ და ერთად ეგ ძალიან ძლიერი სურათია და თილისმა. ეხლა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს მოუნდება მისი შეძენა და ოჯახში შეტანა. მანეკი ნეკო. ჩვენ შეგვიძლია რომ შევიძინოთ ირინა და თუ კი სახში შემოვიტანთ, რა უბანი უნდა გავააქტიუროთ, რომ ჩვენმა ფისო იმუშაოს, რომ აი ესეთი ბარაქიანი წელი ქონდეს. კი, შეძენა ნამდვილად შესაძლებელია, იმიტომ რომ ჩვენთან ინტერნეტ მაღაზიაში არის განთავსებული ეს პროდუქტი, ასე ვთქვათ, ვერანაირად ვერ ვარქმევ მაგას პროდუქტს, ჩვენი ფისო და უნივერსალური თილისმა არის. მთავარია, ასე ვთქვათ, იყურებოდეს გარეთ. იმიტომ რომ ეს თათი ზუსტად იმისი მაჩვენებელია, რომ გარედან შემოაქვს აი ეს პოზიტივი კეთილდღეობა, ხელგაშლილობა, ფულის ნაკადი და ასე შემდეგ. ეს ფანჯარა შეიძლება იყოს კარი თუ მაღაზიაზე და სავაჭრო ობიექტზე არის საუბარი, დიდი ვიტრინა, ანუ ის ადგილი, სადაც შეიძლება დაინახოს, ასე ვთქვათ, ეს ენერგიების მოძრაობა, მომხმარებელი თუ კარგი ხალხი და შემოიყვანოს ჩვენთან. და აქ შეკითხვა რჩება თუ არა ამ დაგვარი სიმბოლოთ იგივე სპილო, ბაყაყი და ასე შემდეგ. ანუ წელს რაზე ვაკეთებთ აქცენტს, ანუ ჩვენ ფისოზე იმ ჩვენ დანარჩენებს რა უყოთ, რომელიც შეუბრძანებული ჩვენს ტევარო აღარა გვაქვს. და სამხრეთ გავახსუნებ და აღმოსავლეთით. ისიც რჩება, რა თქმა უნდა, ძალაში და ძალიან აქტუალურია, მაგრამ ფისოს თემა რატო არის მნიშვნელოვანი წელს, იმასაც გეტყვით. წელს როგორც მოგიხსენებათ 2019 წელი ჩინური ანუ ფენშუის კალენდრის მიხედვით ყვითელი ხორუშკას წელია, ასე ვთქვათ. და ამ წელს ხდება ზუსტად დაპირისპირება ღორისა და გველის, ანუ იმ ხალხის, რომელიც დაბადებულია ღორის წელს და იმ ხალხის, რომელიც დაბადებულია გველის წელს, თავად. გველის წელს ვარ დაბადებული, ასე რომ დეტალურად მაქვს შესწავლილი ეგ თემა ნამდვილად. დაპირისპირება რას ნიშნავს? ცუდია? და გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი თუ პირიქით? წინააღმდეგობა იქნება აუცილებლად, გარკვეულწილად გამოწვევაც იქნება, ცუდს ვერ დავარქმევ ვერანაირად, იმიტომ რომ ცვლილებას და იგივე გამოწვევას ყოველთვის მოაქვს დადებითი რაღაცა, რასაც სწავლობთ, რაღაცას მივაღწევთ და ასე შემდეგ. აუცილებლად, ასე რომ ცუდს ვერ დავარქმევ და არც მიყვარს წელიც. კი, დეტალებში თუ ჩავალთ, ალბათ გაცდება ეს ინფორმაცია ამ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, ასე ვთქვათ, ჩარჩოებს, მაგრამ ერთადერთი ის აუცილებელი თილისმა, რომელმაც გველმა უნდა ატაროს, ეს არის ვეფხვი. და მანეკი ნეკო ზუსტად ის სტილისმა არის, რომელსაც ძალიან დიდი აქტუალურობა აქვს წელს. ეს იქნება მაგიდაზე განთავსებული თუ იმ სივრცეში, სადაც
ასე ვთქვათ, აქტივობს გველი, აი ამ თვალსაზრისით კი ძალიან მნიშვნელოვანია. ლინა, აქვე მაქვს ერთი შეკითხვა, ეხლა ჩვენ 4-ში საღამოს, ანუ ვიზეიმებთ ერთი სიტყვით ჩვენც, იმიტომ რომ ჩაბმულები ვართ ყველანაირად და თან ამდენი ახალი წელი, ამდენი შობა, ამდენი ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ ვიზეიმებდათო. მაგრამ აი მანამდე, აი ხა ვინც იბადება, ის არის ძაღლის წელში დაბადებული? კი, აუცილებლად. და როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იგივე რუკა, როდესაც დგება პირადი რუკა, ეს არ არის გათვალისწინებული და ავშვათ ადამიანი, რომელიც იანვარშია დაბადებული, ის ითვლება. ხო, მაგრამ პირად რუკას შენ გააჩნია რომელ ასტროლოგთან აკეთებ, დასავლური მოძღვრებით თუ აღმოსავლური? კი, მართალი ძანდებით მეც და აი ეს გათვალისწინებულია, აუცილებლად ფენშუის დროს ყველაზე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ფენშუიში როცა კეთდება ასე ვთქვათ პერსონალური რუკა, ან ბაძი, ან ნებისმიერი სხვა ტექნიკის მიხედვით ამისი გაშიფრვა აუცილებლად გარდა იმისა, რომ შეყვავს ჩვენ დაბადების თარიღი, წელი, რა თქმა უნდა და წელი უკვე იმისი მაჩვენებელია, რომ ავტომატურად ვითვლით და ვითვალისწინებთ იმ წლის ფენშუის მიხედვით, ანუ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალი წლის დადგმა და იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრს ეშლება ეს 4 თუ 5 თებერვალი, ან ნებისმიერი სხვა თარიღი წელსაც არის, აი ძალიან საინტერესო დამთხოვა და ხშირად ეს არ ხდება. მე გეტყვით, რომ ჩვენ ვამბობთ ფენშუიში ყოველ შემთხვევაში, რომ ახალი წელი მოდის 4 თებერვალს. თითქმის უცვლადი თარიღია და დამოკიდებულია მაინც იცვლება, რაღაცა მახსოვს წინა წლებში სხვა თარიღს ვაცხადებ. ნამდვილად, მაგრამ ნუ უმეტესწილად ასე ვთქვათ, ემთხვევა ამ 4 თებერვალს. ეს არის მზის კალენდრის მიხედვით. ანუ ეს ის კალენდარი, რომლის მიხედვით ჩვენ ვთვლით, რომ ენერგეტიკა მთლიანად იცვლება და ეს ჩვენი მფრინავი ვარსკვლავებიც ასე ვთქვათ, ანუ ენერგიები გვესტუმრებიან და სხვა სახით ასე ვთქვათ, დაიკავებენ თავის ადგილს. მეორე არის მთვარე. ანუ მთვარეს კალენდარი და წელს დაემთხვა. 5 თებერვალს ხდება ეს ენერგეტიკების ცვლილება, მაგრამ წმინდა ფენშუის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მთის კალენდარი გვაინტერესებს და წელს არის 4 თებერვალს. ესე იგი 4 და 5 არის მნიშვნელოვანი თარიღები. ძალიან და რატომ უფრო ღრმად რომ თქვათ, ჩავიდეთ ამ თემაში, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ მფრინავი ვარსკვლავები, ანუ მთვარის მიხედვით ახდენენ ამ 5-ში გასუფთავებას, ანუ ცვლილებას, კი. და რას გულისხმობს ეს რომ კი ბატონო, მოგახსენებთ ჩვენ 4 რიცხვს განვიხილავთ, იმიტომ რომ ჩვენთვის 4-ში ხდება ეგ ყველაფერი ენერგეტიკული ცვლილებების თვალსაზრისით. რას ნიშნავს ეს მფრინავი ვარსკვლავები? სიმბოლურად ქვია მაგას ვარსკვლავი, იმიტომ რომ არის იგივე ენერგეტიკა. უბრალოდ არის ან პოზიტიური, ან მეტნაკლებად პოზიტიური, ნეგატივს მაინც არ გამოვიყენებ. ასე თქვა და არაფრის. აბა რა და არსებობს აი ესეთი კვადრატი ბაგვა, ვიცი ჩვენ ეგ ფენშუიში და ყველამ უკვე ვიცი და შესაბამისად რომ დავინახოთ მაგალითად ხო სიმბოლურად როგორ ხდება ეგ ენერგეტიკა მოდის და მას გააჩნია თავისი სექტორი. და ასე თქვა ერთი წელიწადის განმავლობაში, ანუ 2019-ში რომელ კვადრატში მოხდება ამ თუ იმ ვარსკვლავის ენერგეტიკა ძალიან დამახასიათებელი იქნება ჩვენთვის და საერთოდ წლისთვის. აქაც მინდა ვთქვა, რომ წარმოდგენა მაინც გქონდეს 2019-ზე, არის რაღაცა ძალიან ფიქსირებული მახასიათებელი ამ 2019 წლის. სამწუხაროდ არ იქნება სტაბილურობა, ვერანაირად ვერ იქნება და გეტყვით რატომაც, მაგრამ ძალიან დიდი ცვლილება გველოდება წინ. და ძალიან ბევრი მოგზაურობა მოგვიწევს. ეს ცხოვრებისებური მოგზაურობა იქნება თუ ფიზიკური მოგზაურობა ქვეყნებს გულისხმობ, ეს უკვე თითოეული ასე ვთქვათ, წლის ცხოველის მაჩვენებელია. თუ პარალელს გავავლებს ვთქვათ 2018-თან მიმართებაში, უკეთესი წელი გვექნება წინ? კი, წელი უკეთესია, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ცენტრში მოდის ძალიან დადებითი ვარსკვლავი, რომელიც არის რვიანი, ასე ვთქვათ, მაგრამ გარდა ამისა, სლოგანებსაც რომ გავოვიყენოთ, ასე ვთქვათ, სლოგანი, გასული წლის სლოგანი იყო 7 ჯერ გაზომე, გადაზომე, აწონდაწონე და ერთხელ გაჭერი და
წლევანდელი არის ღორი საერთოდ ფულის თილისმა არის, ფულის მოზიდვის თილისმა, მაგრამ ცოტა ყოლაბები, მაგრამ ცოტა ეშმაკია და ცოტა თავისებური ხასიათის არის და აი რომ წარმოვიდგინოთ 2019 იგივე ღორუშკა დავინახოთ, ძალიან დიდი აი რაღაცა აი ნიჩაბიან ჯამი ხელში, რომლითაც ასე მოაქვს ფული. აი ეს არის წლის თილისმა, მაგრამ თვითონ ვარსკვლავურად რომ დავინახოთ და ენერგეტიკულად წარმოიდგინეთ ძალიან პატარა, ვიწრო ხე, რომელიც აი 1-2 ფოთლი თუ არის გალამაზებული, პატარა კუნძული არის ასეთი მიწის და ირგვლივ სულ არის წყალი. და აი ამ ოკეანეში ეს პატარა ხე, ამ პატარა კუნძულზე, ასე ვთქვათ, უნდა დაიჭიროს წონასწორობა. აი დაახლოებით სიმბოლურად რომ დავინახოთ 2019-ის ტენდენციები. ესე იგი წონასწორობის წელი იქნება და უნდა მეტნაკლებად მოვახერხოთ, რომ არც იქით წაპირავდეთ და არც აქეთ გადმოვყირავდეთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ურანი შედის კუროში, მარტში და ეს კუროკი ვიცით, რომ ფაქტობრივად გიორგი არ არის და ჩაანაცვლა ასტროლოგიც. ამ უნდა მოკლე მე მგონი თავის საქმეზე უკეთ ისწავლა ამასობაში ასტროლოგია. ირინა, მე აი მანიშნეს რომ სულ 3 წუთი რჩება რეკლამამდე, ამიტომ მინდა მაინც ისევ დავუბრუნდეთ აი ამ თქვათ თილისმებს, აქსესუარებს, ფენშუის, ყველაზე უფრო პოპულარული რომელია და რა დანიშნულება აქვს თქვათ იგივე თქვენი გამოცდილებით რომ გითხრათ. პოპულარულობაზე ცოტა ძნელია საუბარი, იმიტომ რომ ინდივიდუალურია აღქმაც ამ თილისმების. იმიტომ რომ მე მგონი ორი უკიდურესობა გვემართება ხოლმე, თუ გადავდივართ ამ სამყაროში გვინდა რომ ყველაფერი სახლში ქონდეს და ფაქტობრივად მაღაზია, ან თუ არა და საერთოდ არაფერს არ ვაკეთებთ ხოლმე. იცით რა, გაგიზიარებთ აი ესეთი ჯადოსნური გასაღები მოვიპოვეთ ჩემთვის. ეს არის შინაგანი განწყობა და ძალიან დიდი პოზიტივი და სიყვარული. და აი საჯაროდ მინდა გითხრათ რომ მიყვარხართ და გისურვებთ პოზიტივს და აი ეგ არის მთავარი და თილისმა უკვე ამას ებმევა. ასე რომ მაგრამ მაინც მინდა მითხრათ რომ თქვა თილისმა წელს მაშინ 2019-ზე ვისაუბროთ, დაუბრუნდები ისევ მანეკინეკოს აუცილებლად, დავუბრუნდები ყველა თილისმას, რომელიც გვიცავს, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა დავიცვათ, ანუ ოქროს წესი არის ფენშუის. სანამ გადავალთ პოზიტივის გააქტიურებაზე, პირველ რიგში რომც გვეზარებოდეს და არაფერი მეტი არ გავაკეთოთ, გავანეიტრალოთ ნეგატივი. როგორ გავანეიტრალოთ? აი ეს უკვე ინდივიდუალურია, იმიტომ რომ დამოკიდებულია წლის ცხოველზე, ანუ რომელ წელს არის დაბადებული ადამიანი, ეს გველი იქნება, კუთხელი იქნება, ვეფხვი იქნება. თავად ღორზეც მინდა 1-2 სიტყვა თქვა, იმის და მიუხედავად რომ წლის მეფეა, ასე ვთქვათ, ამის და მიუხედავად პატარა კონფლიქტი ამასაც მოყვა, იმიტომ რომ ტაისუიც არის, სუიპოც არის და პატარა დაჯახება, ასე ვთქვათ, ღორსაც გამოწვევა ექნება მოკლედ. აი პოზიტივის გააქტიურება როგორ უნდა შევწყოთ? ამით რომ მე თქვენ მიყვარხარ, თქვათ, აი როგორ ვააქტიურებ რა, მეს ვაკეთებ ამისთვის? კი, აუცილებლად, ეს არის განწყობა, ეს არის ინდივიდუალური რიტუალები, ასე ვთქვათ და თავარი მე რაც თქვი რომ მიყვარხართ, აი სიტყვა სიყვარულს და ამ გრძნობას აქვს უდიდესი ძალა. და ამას კიდე მოყვება თვითონ აფირმაციები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დღე, ან გავაგრძელოთ, ან ვიცხოვროთ ამ ყველაფერში და ყველაზე მოკლე არის ომ შანტი შანტი შანტი, რასაც ნიშნავს სიყვარულს და ამაზე მეტი ძალა ნამდვილად ქართულად თუ ვერ იტყვით, ესე იგი შანტი შანტი. შანტი 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 ეგ არის. კი ბატონო. შანტი შანტი და ბევრი სხვაც არსებობს, მაგრამ ნუ ეს ისეთია. ომ ნიშნავს ძალიან ბევრი გაშიფრვა აქვს ამ ომს და ამითი ვიწყებ ნებისმიერ მანტრას და ნებისმიერ მედიტაციას და ნებისმიერ აი მედიტაცია და მანტრაზე მინდოდა რაღაცნაირად ამ ბოლო ხანს ხშირად ვუსმენ ხოლმე YouTube-ზე და ყველგან არის ომ და მე ეს შემეშინდა რომ ვიფიქრეს ომ რას ნიშნავს ის დაამატე ომი გამოდის და ომი გვინდა კიდე არა მე მგონი ეს რაღაცა ბგერა არის რომელიც ესე კურსში მოდის არა აუცილებლად ამითი იხსნება არა ომთან არა მანტრებთან ჯერჯერობით დავით და ომის როგორ ჩაგეძინება შენ არ იცი კარგია მე მიყვარს ძალიან მიყვარს მანტრა ომ მანი პადმე ხუმ და ომ ტარეტუ ტარეტურე სოხა ნუ რაღაცა რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენი სტუმარი ირინა აღაპიშვილი აფირმაციების შესახებაც მოგვაწვდის ინფორმაციას რა ტიპის აფირმაცია უნდა გამოვიყენოთ თქვა დილით როდესაც ვიგვეცებთ აუცილებლად დილის არხის სპონსორია PSP
PSP ჩემი ოჯახის საფთიაქი. რადიო იმედზე რეკლამის დროა. ჭირდება თანხა და ქაავს ავტომობილი. ევროკრედიტი ბრუნდება საუკეთესო პირობებით ავტოსესხებზე. გადმოდი ევროკრედიტში და გარანტირებულად მიიღე სასურველი თანხა, განახევრებული საპროცენტო განაკვეთით. ჩვენ გავცემთ სესხებს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიით, შემოსავლების დადასტურების გარეშე. დაგვიკავშირდით 290-40-00. საგანგებოდ თქვენთვის გადავინახეთ იშვიათი და უნიკალური ალკოჰოლიანი სასმელები, რომელზეც მთელ საქართველოში ნადირობენ. რესტორანი მარტო ხიმკალი. აღმაშენებლის გამზირი ნომერი 15. კლინიკა დიამეტში საახალწლო აქცია გრძელდება. თმის გადანერგობა 50%-მდე ფასდაკლებით. ყველაზე თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდებით. ოპერაციებს ატარებენ პროფესორი ალექსი მახარაშვილი და მედიცინის დოქტორი დია პაპასკირი. ენდე მხოლოდ პროფესიონალებს. გადაინერგეთ მა კლინიკა დიამეტში. ტელეფონი 2 25 25 20. მისამართი ბერბუკის 8 სპორტის სასახლის მიმდებარედ. გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, სტრესი და ნევროზი, ტკივილი გულმკერდის არეში. მიიღეთ კორვალ-G, ტრადიციული კორვალული ტაბლეტების ფორმით. კორვალ-G, თქვენი გულის სიმშვიდე. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. 233 105 რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. არასრული საათის სპონსორია TT-Septi. დილის არხის სპონსორია PSP. PSP ჩემი ოჯახის საფთიაქი. ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. დავით მაღლაფერიძესთან ერთად. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარია ფენგშუის სპეციალისტი ელინა აღაპიშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში იმაზე, რომ ესე იგი მოდის 4 თებერვალი და აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი დგება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავააქტიუროთ პოზიტივი და მე დაგკვირდით, რომ გადაცემის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება მინიმუმ ერთი აფირმაცია, რომელიც დილით აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ახლა უშუალოდ დავუბრუნდეთ 4 თებერვალს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს, ირინა მოგვაწვის მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას. კი ბატონო, სიამოვნებით, ახალი წელი, ისევ ახალი წელი და მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის ასე ვთქვათ, მახასიათებელი წელი არის წითელი. იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ არის ძალიან ცოტა წარმოდგენილი მიწა, ძალიან მიწაზე არის პატარა ხე და დანარჩენი არის წყალი. შესაბამისად იმისთვის, რომ მოვიწიოთ ეს აქტივობა, პოზიტივი და ყველაფერი კარგი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ გვინდა მზე. ეს რა გიკეთია ბედალიონი მზე? რას ნიშნავს? მე ვარ მზე, ხო გახსოვთ საიდან მოდის, მაგრამ იმდენად ამბიციური არ არის, მაგრამ მზესთან ახლოს არის, ანუ მზის პოზიტივი, მზის ენერგეტიკა რომ მქონდეს, ეს თილისმა ძალიან მიყვარს, სულ ვატარებ და მეც ვიმუხტები და ასე თქვა თქვენს გიზიარებთ ამ დავარწვას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში და რომ დავუბრუნდეთ წითელ ფერს, წლის მახასიათებელი ფერი არის წითელი, მაგას გავიმეორებ, მაგრამ არის გარკვეული ნიშნები, რომლისთვისაც ეს წითელი არ არის მახასიათებელი და ისევ გველს დავუბრუნდები და თვითონ ღორს და ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ მწვანე და მიწისფერი. აი მიწისფერი ესე იგი ღორებმა და გველებმა თუ რა კი, რაღაცა წელს უნდა შეთანხმდნენ რაღაცა კონსენსუსამდე დაბადების წელზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი და პირდაპირ მნიშვნელობით რომ არ არის ვინც გვისმენს ნამდვილად ზუსტად იცის. არ გამოიყენოთ წითელი ფერი, ჩაანაცვლეთ ის მწვანე ფერით, ხო? მწვანე ან ყავისფერი და გველებისთვის, აი კონკრეტულად გველებისთვის ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი და აი ეს ფერები ჯობია. ირინა, მაინც რომელი სტიქია ამ წელს აქტუალური? ანუ 5 თებერვლიდან და რატომ არის დასავლურის მიხედვით რომ მაინც ცეცხლის ნიშნებისთვის რაღაც პრიორიტეტული და კარგი წელი იქნება? აი რა 2019 წლის კი ჭარბობს წყალი და ამ წყალში ძალიან მცირედ არის წარმოდგენილი მიწა და მცენარე. აი ჩვენ რუკას რომ დავუბრუნდეთ, რომელიც წინაზეც ჰქონდა მუტანი, იგი მოკლედ არის ესეთი ციკლი და როცა არის წარმოდგენილი ყველა ელემენტი, წელი არის დაბალანსებული მეტნაკლებად და წელს ძალიან ჭარბობს წყალი და შესაბამისად იმისთვის რომ დავაბალანსოთ, გვჭირდება აუცილებლად ცეცხლი. ამიტომაც ჭარბობს წყალი, მაგრამ აქტუალურია წითელი. და ორი ფერი რაც ვთქვით, ეს არის თვითონ მწვანე, ანუ ხის ფერი და მიწისფერი, ეს იქნება ყავისფერი, ოქროსფერი, ოხრა და ასე შემდეგ.
აი ძალიან მნიშვნელოვანია საფულის შერჩევის დროს, რაც ასევე ძალიან სასურველია, რომ 2019-ში შევიცვალოთ ეგ საფულე და აუცილებლად ანუ ახალი შევიყენოთ ეგ ცოდნა, ძალიან კარგი, კი, ახალი ფერი. ფერი უნივერსალური არის ოქროს ფერი. ეს არის უნივერსალური. შესაძლებელია იყოს წითელი, ოღონდ არა გველებისთვის. წითელიც შესანიშნავია, ანუ თუ როგორ გითხრათ, კომფორტულად თუ გრძნობთ თავს ამ წითელთან, მშვენიერი, იმიტომ წლისფერია და გვჭირდება ყველას. და გარდა ამისა, ესე იგი, ხო, ახალ წელს როგორ შევხვდეთ და სახში რა გავაკეთოთ ბოლოს და ბოლოს, იმისთვის რომ ეს აქტივობა, პოზიტივი, მოძრაობა და ცეცხლი შემოვიყვანოთ ცხოვრებაში და სახლში. სუფრა. წითელი გადასაფარებლით, ან წითელი აქსესუარებით. ძალიან აქტუალურია წელს სანთლები. ნუ ხალხ დავით. იგი წითელი გადასაფარებელი, გადასაფარებელი წითელი აქსესუარები, სანთლები არის ძალიან აქტუალური და თუ ვთქვათ მოვემზადეთ ახალი წლისთვის, ისიც გვეცოდინება, რომ აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ სივსის ნეიტრალიზაციის რაღაცა რიტუალები ჩაგვეტარებინა, ეს იმას ნიშნავს, რომ გაბზარული ჭიქები, გატეხილი სუვენირები, ძველი ტანსაცმელი, ძველი ფეხსაცმელი, ყველაფერი უნდა გავიტანოთ იმისთვის, რომ ეს ახალი ადგილი იყოს განკუთვნილი ახალი საჩუქრებისთვის, ახალი შემოსავლებისთვის და ასე შემდეგ. ხო და ამ ნეიტრალიზაციისთვის და სივრცის გაწმენდისთვის ძალიან კარგია შავი პროგრამული სანთლები. ეხლა ეს პროგრამული სანთლები რას ნიშნავს მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სანთელი ეს პროგრამული სანთელი ძალიან ნუ ვიბნევით მოკლედ და კარგია, ანუ შავი თვითონ ფერი არის კარგი იმისთვის, რომ განეიტრალდეს ეს სივრცე, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მოხდეს დამიწება, მოდით ესე ვთქვათ, ამ ენერგეტიკების და პროგრამული ნიშნავს იმას, რომ handmade არის 100%-ით, გაკეთებულია ხელით, გაკეთებულია მანტრებით, აფირმაციებით, რაც თავარი აბსოლუტურად ორგანული, ნედლეული არის გამოყენებული და დამატებულია ბალახები. აი, ეგ ყველაფერი და რა თქმა უნდა, ეგ იწერება შიგნით უკვე გარკვეული ინფორმაცია, ანუ პროგრამა და შესაბამისად სახელი არის პროგრამული სანთელი. აი ყველაფერი. გარდა ამისა, სუფრაზე ძალიან კარგი რომ დავახვედროთ ხოროშკას, ასე ვთქვათ, დავარქვა ესე ხო? მართლეულობა. კარგია ბრინჯი, იმიტომ რომ ბრინჯი, ნუ შეიძლება ცოტა ისეთია, რომ სად ღორი, სად ბრინჯი, რატო ბრინჯი, მაგრამ ბრინჯი აღმოსავლეთში ხო სიმბოლოა კეთილდღეობის აი რომ სავსე არის ყველაფერი ასე ვთქვა და აი ამ ყველაფრის დიდი მაჩვენებელია. ბინე კიდე ერთხელ უნდა დავსვა შეკითხო და დავკონკრეტებთ, ესე იგი 4-ში ვაკეთებთ ამ ყველაფერს და არა 3-ში 12, ან 31 4-ში არის რომელი საათია? ანუ 12 ჯვარი. საათთან დაკავშირებით კიდე მინდა გითხრათ საინტერესო რაღაცა და ამაზეც გიპასუხებთ აუცილებლად არის ესეთი რიტუალი საახალწლო წელს დაემთხვა და ამისი საუკეთესო დრო არის ზუსტად არის 4 თებერვალი 12-დან 1 საათამდე ღამე, ან კიდე 5-ში დილით 7-დან 9-მდე. მე ეჭვმეპარება რომ ჩვენ ქართველები დილით 7-დან 9-მდე ავდგეთ და ვიაქტიუროთ, ასე რომ გავამახვილებ ყურადღებას ამ 12-დან 1-მდე ხო ღამის საათებზე და ეხლა რა არის ეს რიტუალი? წმინდა საახალწლო რიტუალია, რომელსაც ქვია 108 ფორთოხალი, ან სხვანაირი კი, სხვანაირად ვარქმევთ მაგას, 108 ოქროს ტონა. ასე არის და რატო? იდეალში უნდა გამოვიყენოთ 108 ფორთოხალი, თუ არა და 27. ნუ ძალიან მინიმუმი 9 არის, მაგრამ 27-ზე ქვემოთ მაინც და მაინც არ არის ესეთი ეფექტური. დიდია 108 დაახლოებით მე მგონი 12 კილოზე გვაქვს საუბარი და ნუ 108-ს ნუ მივეძალებით მაინც და 27 მე ყოველ წელს ვაკეთებ და ძალიან ეფექტურია მართლა და როგორი სახალისოა თქვენ არიცით. ბავშვები ერთვებიან, დიდები ყველა აბსოლუტურად და წარმოიდგინეთ ახლა პროცედურა რა არის. გვაქვს ნაყიდი ეს დიდი გემრიელი ოქროსფერი ფორთოხალი, არომატი ხო საერთოდ საოცარია, ციტრუსოვანს ისეთი აქვსო, ტონუზე მოდიხარ, პოზიტივში ხარ და კაი განწყობაზე ხარ და ბავშვებთან ერთად დიდებთან შემოვაგორებთ ამ ფორთოხლებს და უნდა ჩამოვატაროთ, ასე ვთქვათ, ბინის ან სახლის პერიმეტრზე და თითო კუთხეში ერთ-ორ ცალს ვტოვებთ ისე, რომ დაბალანსებულად მთელი სივრცე ჩვენი სადაც ცხოვრობთ იყოს დაფარული ამ ოქროს დიდი ფორთოხლებით. ამას რო ხალისობთ, რა თქმა უნდა და ვამბობთ ჩვენი სიტყვებით, აი აფირმაციას ვახდენთ და ყველაფერი კარგი, რაც გვინდა რომ შემოვიდეს, მაგას ვიზიდოთ ჩვეულებრივი სიტყვებით. აი მე ვარ ეს, მე მინდა ეს, მე მიყვარხარ ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ოჯახის წევრებთან კეთდება ეს და ყველაზე მთავარი რჩება ეს ფორთოხლები
სახში ადგილზე 3 დღის განმავლობაში აუცილებლად და 3 დღის მერე მეორე ნაწილი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო უნდა გავაჩუქოთ ეს ფორთოხლები. ანუ არ ჯამთ, დავით. არა, ჭამთ კიდევაც, მაგრამ 108 ფორთოხლის შემთხვევაში ძალიან ბევრი. ნამდვილად ამბობდი ვერავინ ვერ იყიდეს, თუ ბიზნესი არა აქვს ფორთოხლი და ყველას არ შემოაგორებს სახში. კი, 27-ის შემთხვევაში ძალიან სახალისოა. ჭამთ კიდევაც ეს არომატი ტრიალებს არაჩვეულებრივი. გავაჩუქებთ ნაცნობს, უცნობს, ხვდებით სადარბაზოში მეზობელს, რავი, ყველას და აი ამ როგორ გითხრათ, პოზიტივში, ღიმილში და კაი განწყობაში ვატარებთ და რა თქმა უნდა ვიზიდავთ აი ამ ოქროს ენერგიას. ესე იგი, ბაგურავეთ ეს ჩვენი პორტოხალი. კუთხეებში დახედით საახალწლოს უფროსთან და ხეთ გება სურვილები. აი სურვილების კუთხით როგორ მოვიქცეთ, როგორ ჩავიფიქროთ? აი როგორ დავამყაროთ კავშირი რაღაც სურვილების კუთხი ძალიან მნიშვნელოვანია და აი ძალიან მიყვარს ეგ თემა. ამ დღეებში წავიკითხე ილონ მასკის ინტერვიუ ბავშვობაზე, კი, Facebook-ზე შემხვდა და ჩემი გვერდის ფენშუი ფილოსოფიის გვერდზეც დევს. ანუ წერს ესეთ რაღაცას, რომ ხახნო მე არ ვიცი რატო სრულდება ეს სურვილები, მაგრამ ნამდვილად სრულდება, მე მაინც დამიჯერეთო და ნუ მოყოლებულია საიდან დაიწყო, რომ ვერ შოულობდა თავის სამსახურს, თავის თავსაც ვერ შოულობდა ამ ცხოვრებაში და მე ნელ-ნელა მივიდა იქამდე გასაღები რა აღმოჩნდა. წარმატების გასაღები აღმოჩნდა ის, რომ აუცილებლად უნდა ვიოცნებოთ. ანუ ის სურვილი თუ ოცნება თუ რაც არის, აუცილებლად ჩვენ თავს უნდა მივცეთ უფლება კი არა და ვასწავლოთ კიდევაც, რომ აი ბავშვური, აი ეს პირველადი ემოცია არ დავკარგოთ არანაირად და პირიქით კულტივაცია მოვახდინოთ და უფრო მეტად და მეტად დავხვეწოთ ეს ასე ვთქვათ ინსტრუმენტი. ახლა ორი ვარიანტი არის, მოკლე, ეს ჩვენ შამპანიური და ამბები რაც ვიცით, რომ უნდა მოვასწროთ, დავწეროთ და ასე შემდეგ. კი, აუცილებლად, ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში იქნება ყვითელი ფურცელი და წითელი კალმისტარი დატანილი ჩვენს მიერ, რავი, სურვილით ოღონდ. ერთადერთი ესეთი უპირობო რაღაც არის, ძალიან ჩამოყალიბებულად. აი გაგიზიარებთ ერთ რაღაცას, აი ძალიან პირადულია, მაგრამ მაინც შარშან თიინის სტუდიაში გავაკეთეთ ესეთი რაღაცა, ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან კონკრეტულად დავწერე, რომ აი 2019-ში მე მაქვს ცალკე ფენშუი სტუდია, სადაც მე მოვახდენ ამ პოზიტივის გაშიერებას და ასე შემდეგ. ბევრი ვიმუშავე და მადლობა ღმერთს არის დღესდღეობით აი ამ დღეებში გადაწყდა, ნუ ესე მოხდა, რომ მაქვს. ასე რომ ნამდვილად მუშაობს. დიდი მადლობა. ეს მოკლე ხერხია, აი ზუსტად იმ შამპანიურის, იმ ოქროს ფორთოხლის არომატებში, ასე ვთქვათ, გაკეთებული ის, მაგრამ ყველაზე მთავარი, ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რაც კი გაგვაჩნია ფენშუიში და ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ბიზნეს გეგმებთანაც ძალიან იკვეთება, ეს არის ეგრეთ წოდებული სურვილების რუკა. იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ, წარმოადგენს ისევ და ისევ უბრუნდებით აი ამ ბაგუას ან ნუშუს და სექტორების მიხედვით ძალიან ჩამოყალიბებულად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე იმისთვის რომ დავწეროთ თითოეულ სექტორში ერთი ან მეტი სურვილი. პრაქტიკულად ბიზნეს გეგმაა ჩვენი, ანუ რას ვაკეთებთ 2019-ში, მაგრამ ბიზნეს გეგმას ფენშუის თვალსაზრისით ეხმარება ძალიან ბევრი რიტუალი, აფირმაცია, ტრიგრამა და ბევრი სხვა გამოცდილება და ცოდნა, რაც გვაქვს და რაც გვაძლევს ეს ჩინური მეტაფიზიკა. ამისი მშვენიერი, მე უბრალოდ შიშობ რომ დიდი დრო არ გვაქვს დარჩენილი, ამიტომ მინდა რომ ხო ირინას ვუთხრათ ნებისმიერ ვთქვათ თემაზე, რაც შეიძლება რომ ადამიანმა მოგაგნოთ Facebook-ზე, როგორ ხართ რომ ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, დარწმუნებული ვარ რომ მათაც აინტერესებს. კი ბატონო, Facebook-ის გვერდი არის, ერთი არის ფენშუი ფილოსოფი, ეს არის პირადი გვერდი, ასე ვთქვათ. მეორე არის ჩვენი კავკასიის საერთაშორისო ფენშუი ფედერაციის ასოციაციის მაპატიეთ გვერდი, სადაც უკვე გაერთიანებულია ორი ქვეყანა და 7 ასე ვთქვათ მემორანდუმის მოლაპარაკება მიდის. ანუ იქ გვეყოლება როგორც სპეციალისტები, ასე მოყვარულები და გავერთიანდებით ამ სივრცეში. გარდა ამისა უკვე არის ჩვენი ფენშუი სტუდია, რაც თქვით, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს 27 ნომერში. ასე რომ გვესტუმრეთ, მოხარული ვიქნებით. და ბოლო კითხვა, ანუ მაგიდა რომელიც ასე გაწყობილია და ყველაფერი ეს მოვათავსეთ, რით ვიკვებოთ, ანუ რა კერძით აქვს ამას მნიშვნელობა? არ შეიძლება. აი რა გავაკეთოთ, აი ამ რიტუალთან რომ ჩვენ სურვილებს შევაფიქრებთ და ასე მოვაწყობთ. აი რა არის დამახასიათებელი იგივე? დამახასიათებელი კერძების თვალსაზრისით ყველანაირი კერძი
აი ესეთი მძიმე, ასე ვთქვათ, კაცური, მამაკაცური კერძები, არა სალათები, რაღაცები, მსუყი კი. ოღონდ ღორის ხორცი არ გამოვიყენოთ. დანარჩენი არანაირი ტაბუ არ გაგვაჩნია წელს. ერთადერთია ეს არ გამოვიყენოთ და რა თქმა უნდა სავსე უნდა იყოს, ლამაზად უნდა იყოს მოწყობილი ისე რომ განწყობა შესაფერისი იყოს აუცილებლად. და აფირმაცია რომელთაც დავიწყებთ დილას. კი, აუცილებლად. მზად მაკიდებაც და მინდა გითხრათ, რომ წელს ვიქნებით ცოტა აპატიურები, დაგვეზარება კომფორტის ზონის დატოვება, მაგრამ არა, უნდა ვიყოთ მოქმედები, უნდა ვიყოთ ტონუსში და უნდა ვიყოთ მამაცები. და გამოწერილი მაქვს, იმიტომ რომ მაგაზე ვფიქრობდი და ამ ჩამოყალიბებაში კიდე რამაზ გიგაურმა ძალიან მიშველა, იმიტომ რომ 1-2 გადავფურცლე და მივხვდი რომ ზუსტად ეს არის არაჩვეულებრივი და გავიცანი ეს ადამიანი კი მართლა წიგნის პრეზენტაცია იყო და გავიცანით უკვე ლაივში და მანამდეც ასე ვთქვათ ისა, მოკლედ დავუბრუნდები აფირმაციას და ესეთია: მე ვარ მამაცი და სიმამაცის დახმარებით იოლად ვიმარჯვებ. მამაცი და სიმამაცის დახმარებით იოლად ვიმარჯვებ. კი ბატონო. შვენიერი, ესე იგი მე ვარ მამაცი და სიმამაცის დახმარებით იოლად ვიმარჯვებ. ამას თუ დავამატებ კიდე ომ შანწის და გავცემ სიყვარულს, ამას ხო რა ჯობია. აბარა. ძალიან დიდი მადლობა, ირინა, წარმატებები მინდა გისურვოთ. ფენშუის სპეციალისტი ირინა აღაპიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვისაუბრეთ მოახლოებულ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ახალ წელზე, რომელიც 4 თებერვალს დგება და ღამის 12-დან 1 საათამდე ძალიან საინტერესო რიტუალის ჩატარება მოგვიწევს. ფორტოქლის გაბორების შემდეგ შევეხმიანოთ ერთმანეთს რა ხასიათზე აუცილებლად აბარა. მოკლედ, წარმატებები თქვენ, დილა უნდა დაიწყოსო პოზიტივით, ამას უკვე მე რამდენიც ვამბობ და ჩვენ შევეცადეთ რომ ეს განწყობა, რომელიც რადიო იმედი საეთერო სტუდიაშია, მოსულიყო თქვენამდე და რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ეს გამოგვივიდა. კი ბატონო, მადლობა. შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში, თქვენ კი დაელოდეთ დღის არხს და ნინი ხუგაშვილს, რომელიც რამდენიმე წუთში შემოგიერთება. მადლობა რომ გვისმენთ.